აფხაზეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან დრონების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. ამ ცნობების მიხედვით 4 მარტის ღამეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშში ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული კამიკაძე დრონია. დრონის ჩამოვარდნამ ტრანსფორმატორი დააზიანა, შედეგადაც ფოქვეშს ელექტრომომარაგება შეუწყდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის საზღვარზე მდებარე ფსოუს გამშვები პუნქტი ჩაკეტა, თუმცა მალევე მოძრაობა აღდგა. აი რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საჰაერო თავდაცვის ძალების სარდალი დრონებით შეტევაზე. გუშინ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. მანამდე ასევე დავაფიქსირეთ იზოლირებული გადაფრენები 5-7 ერთეულამდე, რომელთაგან ზოგიერთი ჩამოაგდეს, მაგრამ ეს ყველაფერი პანიკის თავიდან ასაცილებლად გავასაიდუმლოეთ. დღეს, როდესაც აპარატების ვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა, დასამალი არაფერია, აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვა ერთად მუშაობს. განაცხადა აფხაზეთის, ასე ვთქვათ, მარიონეტული ხელისუფლების საჰაერო ძალების თუ რაც ქვია მინისტრმა თუ სარდალმა ადგურ გუმბამ. აი ზუსტად ამ თემაზე საუბრით მინდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარესთან პაატა დავით აიასთან. პაატა სისტემატური კავშირი აქვს აფხაზეთთან, ინტენსიურად ადევნებს ყურადღებას იქ მიმდინარე პროცესებს. ვერ ვიტყვით, რომ პაატა მოგესალმები განსაკუთრებულად მოულოდნელი იყო, თუმცა აი ამ ყველა მხრიდან დრონების ფრენის და ზოგადად ძალიან დაძაბული ვითარების ფონზე როგორც ჩანს, ხდება ინტენსიფიკაცია შეტევების და დარტყმების რუსეთის სამხრეთ, ასე ვთქვათ, მიმართულებებს და სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიებიც აღმოჩნდა ერთ-ერთი სამიზნე. მე პირადად ძალიან უცნაური გრძნობა და შეგრძნება მაქვს. შენ მით უმეტეს ახლა როგორც აფხაზეთის მკვიდრს დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ბევრი წინააღმდეგობა გექნება შინაგანი, როცა ერთის მხრივ რუსების დაბომბვა, ვიტყვი რომ ნამდვილად არ არის ჩემთვის უსიამოვნო ფაქტი და მოვლენა, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც აფხაზეთის, მაინც ჩვენი ტერიტორია არის. აი დავიწყოთ ამაზე საუბრით და გაგვიახლა ინფორმაცია ზოგადად, რამდენად ერთჯერადი იყო ეს შემთხვევა. პრინციპში მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისათვის. მართლაც ძალიან საინტერესო სიტუაცია არის. ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომელზეც ხორციელდება დარტყმები, მაგრამ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მიერ და იქ განლაგებული სამხედრო ბაზები ღებულობენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში. ამიტომ ნებისმიერი დარტყმა, რომელიც მიყენებული იქნება სამხედრო ბაზების მიმართ, მე მოხარული ვარ ამისა და აფხაზური შენაერთების მიმართ თუ იქნება მიყენებული ეს დარტყმები. მე არ ვლაპარაკობ მოსახლეობაზე. პირველად თქვენს გადაცემაში ტელეკომპანია ფორმულაზე ვიცით 18 ყველა მე რომ განხორციელებული იქნება დარტყმები, მაგრამ ეხლა მინდა გაგიზიაროთ ის ეჭვები, რა ეჭვებიც გამიჩნდა გუშინდელი, თქვათ, დრონების შეტევის შემდგომ. ძალიან საინტერესოდ განხორციელდა ეს ყველაფერი და გეტყვით რატომ. იცით თქვენ რომ რამოდენიმეჯერ რუსეთის ფედერაციის მიმართ შავიზღვისპირეთში, სოჩში, ტუაფსეში, ნოვოროსისკში იყო განხორციელებული დრონებით დარტყმა და მხოლოდ ერთხელ მოხდა შემთხვევით გაგრის ტერიტორიაზე გადაფრენა, ესე იგი საუბარი არის გაგრის ტერიტორიიდან შეფრენა დრონის ტუაფსეს მიმართულებით, ხო? აქედან გამომდინარე, ამის შემდგომ არ ყოფილა აფხაზეთის მიმართებაში დრონების გადაფრენა და არ ჭირდებოდათ უკრაინელებს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ შემოვლითი გზით შეფრენას რუსეთის ტერიტორიაზე პირდაპირ გზით, ვთქვათ, ზღვის გადაკვეთით მიდიოდნენ. აფხაზეთი ცოტა ჩაწეული არის და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, იბადება კითხვა, რა უნდოდა დრონებს აფხაზეთის გავლით, კერძოდ ოჩამჩირის გავლით, ვთქვათ, ჩაფის გავლით, ვთქვათ, ფოქვეშის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო. მე ვხედავ, რომ ფაქტიურად უკრაინის მხარემ გატესტა, ხაზი მინდა გაუსვა, გატესტა საზღვაო თანაპირო, სადაც და დაცვითი ღონისძიებები, რაც განხორციელებული არის სამხედრო ობიექტების დასაცავად. ეხლა თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ. საუბარი არის პირველ რიგში, ესა ბატონ პაატა, რომ დავაზუსტოთ თქვენი შეფასების პირველი ნაწილი. ეს არ არის შემთხვევითობა, რომ კრასნოდარს უტევდნენ და შემთხვევით შეიძლება აერია რაღაცა. იმიტომ რომ იყო ეს ვერსია უფრო აქტიურად დომინირებდა ამ განხილვის დროს. თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ტესტავს რუსეთის სამხედრო ობიექტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. დიახ, და გეტყვით რატომ?
უყურეთ, სად მოხდა დრონების ფრენა. პირველი გუდაუთის ბაზაზე. გუდაუთის ბაზა არის უნიკალური ბაზა, ეს არის აეროდრომი, რომელიც არის ზღვის დონის ქვეშ, როცა თვითონავი ფრინდება, ვერ ადგილს საიდან აფრინდა, ასეთი ბაზა მსოფლიოში არავის არ აქვს, მარტო გუდაუთაში არის, ძალიან უნიკალური ბაზა არის. აქ განხორციელდა გადაფრენა და ჩამოგდება ერთი დრონის. მეორე, განხორციელდა შეტევა სოხუმის აეროპორტზე. საუბარი არის სოხუმის სოფელ ჩაფში, სოხუმის აეროპორტის გვერდით არის სპეციალური სალოკაციო განაყოფი, რომელიც აწარმოებს დაზვერვას შავი ზღვის აკვატორიაში. აქაც განხორციელდა დარტყმა. შემდგომი ოჩამჩირის მიმართულებით საზღვაო ბაზა, რომელიც არის შექმნილი და რომელიც ტექნიკურად იყენებენ იმისათვის, რომ ტექნიკური ბაზა არის სამხედრო გემებისათვის, აქ განხორციელდა დარტყმა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ფაქტიურად ეს მოხდა და თქვენ ნახეთ კადრებში ჩანს და რაც მაქვს ინფორმაცია გამოყენებული იყო S300, რომელიც განლაგებული არის სოხუმის აეროპორტთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აგრეთვე გამოყენებული იყო თქვათ საჰაერო დაცვის სპეციალური აღჭურვილობა, რომელსაც გამოვლინდა თუ სადგას ეს, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მე ველოდები აწი არათუ დრონების მასიურ შეტევას რუსულ ბაზებზე აფხაზეთში, არამედ ველოდები სარაკეტო დარტყმასაც, იმიტომ რომ ტექნიკური საშუალება უკრაინას გააჩნია პირდაპირ სარაკეტო დარტყმა მიაყენოს. აქ მნიშვნელოვანი არის სამი ობიექტი. ეს არის გუდაუთის ბაზა, ეს არის სალოკაციო სოხუმის აეროპორტთან განლაგებული სადაზვერვო ღონისძიებათა სპეციალური დანაყოფი, რომელიც თელ ზღვისპირეთის აკვატორიას უყურებს და ეს არის ოჩამჩირის საზღვაო ბაზა. ამ მიმართულებით დიდი ალბათობით მომავალში განხორციელდება ძალიან სერიოზული დარტყმები. დღეს აფხაზური მხარე სანამ აფხაზური მხარის რეაქციაზე მოგვიყევით, ბატონო პატა, მაინტერესებს, მე მივადევნე თვალი, მაგრამ არ შემხვდა უკრაინის ხელისუფლებას ან სამხედრო სამეთაურო შტაბს ხო არ გავრცელებია რაიმე ინფორმაცია, აი უშუალოდ აი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიფრენილ დრონებთან დაკავშირებით. უკრაინის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურას აყენებენ დარტყმას რუსეთის ფედერაციის. ზუსტად ის რაც ახლა მე ჩამოსახელე, ყველაფერი ეცედის საზღვაო იმაში. კონკრეტიკა არ ყოფილა, მაგრამ ფლობ გარკვეულ ინფორმაციებს, იმიტომ ვიძახი, რომ ძალიან სერიოზულად აკვირდებოდნენ ამ მიმართულებას, რაც ხდება აფხაზეთში, იმიტომ რომ ეს ბაზები გამოყენებული არის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის და დაცამალად გარკვეული ღონისძიებების. როგორი აფხაზეთში საოკუპაციო ხელისუფლების რეაქცია ამაზე? ყველაზე საინტერესო არის თვითონ აფხაზების რეაქცია ამ მიმართებით, რატომ? პირველი, მათ დამალეს, თქვენც აღნიშნეთ განცხადებაში, ეს რომ მათ დამალეს ის დარტყმები, რომელიც განხორციელებული, კერძოდ კი გამოყენებული იყო მარტო ის მიმართულება, ოჩამჩრის მიმართულებაზე გავრცელდა ინფორმაცია, ჩამოვარდა ეგრეთ წოდებული დრონი, მაგრამ დაახლოებით 7 დრონია ჩამოგდებული და ამას მალავენ და ოღონდ ეს იმდენად უკვე გახდა აი ყველა აფხაზეთი პატარაა ხო? ყველა ზუსტად ამის თქვა მინდოდა და თვითონ რაგვარია ეს კაცი ვიპოვე ახლა მისახელსა და გვარს ხო? საჰაერო თავდაცვის ძალების სარდალია ეს ბატონი ადგურ გუმბა. ანუ დამალვას აზრი აღარ ქონდაო. მანამდე ანუ იმდენი ჩამოვარდა უკვე რომ პატარა ტერიტორიაზე უკვე გაიგო ყველა მისედაც ხო? და ძალიან საინტერესო რა არის, იცით, მე ვადევნედი მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებს აფხაზეთში. და აი როგორ თქვა, სადაც არის შიშის მომენტები, დაახლოებით 10%-ობა მე არ მინახე, დაახლოებით 20% ვინც წერდა, იძახის იმას, რომ ჩვენ უნდა დავანებოთ ამ რუსებს თავი და საერთოდ უნდა გამოვნახოთ ქართველებთან, თორე ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით. სოციალურ ქსელში ამის დაფიქსირება იშვიათობაა, პირდაპირ მინდა ვთქვა. ეს იშვიათობა არის, იმიტომ რომ ფაქტიურად მათ იცით რა არის, აი რამდენი წელი გავიდა, 30 წელზე მეტი გავიდა, ის თაობა, რომელიც ბრძოლობდა უკვე ასაკშია შესული. ეს ახალგაზრდა თაობა არ არის ამას შეგუებული და რო უყურებენ, რომ ავტომატით დგას და აქ უკვე დრონების ომი მიდის, რაკეტების ომი მიდის და თუ ელოდებოდათ სიტყვაზე შემოსევას წყალებში, ხო, ეხლა არც არავინ არ აპირებს თავდასხმას აფხაზეთზე საქართველოს მხრიდან, ხო? ამის შიშს ხო უნერგავდნენ ბავშვები და
შესევას. თქვენ მაინც რადგან აფხაზეთი ხარ, შემოსევა სწორია. ზუსტისა და შესევას ასე ვთქვათ, ხო? და აი პატა და აქ არის კიდე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რუსეთი სუსტდება და რუსეთი ვეღარ იცავს ისე რა მოლოდინების გამოც თავის დროზე ამ ურთიერთობაში იყო და აქვე ჩემი ერთი შეკითხვა და რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, აი საქართველოს ხელისუფლება, ცენტრალური მთავრობა და ჩვენ ყველანი ერთად კარგი გაგებით როგორ უნდა ვსარგებლობდეთ ამ სიტუაციით და როგორ უნდა ვაძლევდეთ მართლაც უსაფრთხოების მეტ გარანტიებს აფხაზეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს. ეს არის ყველაზე სწორი შეკითხვა, რაც თქვენ დასვით, როგორ უნდა სარგებლობდეთ, რაც არ უნდა თუ დაჟღერდეს, ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რატო ვიძახი, რომ დღეს როდესაც საუბრობენ, როდესაც მაცხოვრებლები იზრდებოდნენ იმაზე, რომ თქვა რუსი ავტომატით დაგვიცვას, დღეს ხედავენ, რომ თავის თავს ვერ იცავს და დრონი და რაკეტები დაფრენავს, ხო? აქედან გამომდინარე, დღეს არის ამას ჭირდება მუშაობა. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ გააჩნია. არაფერი არ გააჩნია. პირიქით ის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შექმნას პრობლემები. მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტი ამის ნათელი მაგალითი არის, ხო? აქედან გამომდინარე, ჩანს ის მომენტი, რომ მნიშვნელოვანი არის გარკვეული ღონისძიებების განხორციელება და რას ნიშნავს ეს შეთავაზება, რომ მათი უსაფრთხოების გარანტი. ვის ომში მიდიან ისინი? ვის ებრძვიან? აფხაზები თავის დროზე, როდესაც დიდი სამამულო ომი იყო, მათი გაწევაც იშვიათად ხდებოდა. ვინც მიდიოდა ომში, ისინი მიდიოდნენ ნებაყოფლობით. რადგანაც მცირე ერი იყო, ამიტომ მათი გაწევა არ ხდებოდა, იყო გარკვეული შეღავათები. ეხლა ვის ომში მიდიან? როდესაც მთელ სისტემაში დღეს როგორც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები შეიყვანეს სამობილიზაციო სისტემაში, ცნობილია, ხო უკვე? ესე იგი, თუ დიდი მობილიზაცია მოხდება რუსეთში, მოხდება აფხაზეთის მოქალაქეების რუსეთის პასპორტები გააჩნია, არადა ეს 100%. ამის ალბათობა ძალიან გაზრდილია, ამის ალბათობა, პუტინს სხვა გამოსავალი არ რჩება თუ ომს აგრძელებს. მთავრობა უნდა მუშაობდეს და ეუნებოდეს. იდეოლოგიური მუშაობა ჭირდება. რაღაცის ჩვენება ჭირდება ამას. მარტო სიტყვები კი არა, ქმედებები ჭირდება. აი ეს არის მთელი სისტემა, რომელსაც ხელისუფლება არ გზრუნავს სამწუხაროდ. მაპატიე რომ შედარებით მოკლე საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ ეს თემები ჩვენს ერთ-ერთ მთავარ თემად იყოს წარმოდგენილი ჩვენ საინფორმაციო ველში. პატა დავითაიას ევროპული დემოკრატების თავმჯდომარეს დამშვიდობოთ.